მოგესალმებით ძვირფას პარლამენტის წევრებო, სტუმრებო, აპარატის თანამშრომლებო. ჩვენ სანამ გაერთიანებულ ცნობას დავიწყებთ, ერთი პატარა საკითხი გვაქვს, რომელსაც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი გავლით და ამიტომ ჩვენ დავიწყოთ ეს სხდომა. Quorumi გვაქვს, ასე რომ შეგვიძლია ეს დღის რიგის ეს საკითხიც გავიაროთ, კერძოდ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის თაობაზე საერთაშორისო ანგარიშებისთვის მოსამზადებელი საკითხების და სხვა საორგანიზაციო საკითხების განხილვა. აქ თავად წარმოგიდგენთ ამ საკითხს, აქ ძირითადად საუბარი გვაქვს იმაზე, რომ მოგეხსენებათ, რომ პარლამენტში არაერთი საკითხი შემოდის და ამ წლის განმავლობაშიც აუცილებლად იქნება ეს ანგარიშები, რომელიც ეხება საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის თემატიკას, აქ საუბარი გვაქვს უპირველეს ყოვლისა ევროკომისიის ანგარიშზე, ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშზე, ასევე არის სხვა საკითხები, რომლებიც ერთლიანობაში ჩვენი კომიტეტის კომპეტენცია არ არის, მაგრამ მისი ცალკეული საკითხები ხანდახან ხდება ხოლმე ჩვენი კომპეტენციის სფეროში. კერძოდ ევროპის სამჭოს ანტიკორუფციული ჯგუფის, ეგრეთ წოდებული გრეკოს ანგარიშები, პერიოდულად არის ხოლმე ვენეციის კომისიის ცალკეული ანგარიშები და სხვა საერთაშორისო ანგარიშები, რომლებიც ასევე პარლამენტისგან ითხოვენ გარკვეულ ინფორმაციებს და უფრო კონკრეტულად ჩვენი კომიტეტი არის ხოლმე როგორც წესი პასუხისმგებელი ამ თემატიკაზე. ძირითადად რაც მინდა გთხოვოთ კომიტეტის წევრებს, რომ თქვენი ინტერესის შემთხვევაში გადავანაწილოთ, ასე ვთქვათ, ეს პასუხისმგებლობები კომიტეტში, რათა უფრო დროულად, ეფექტიანად, კოორდინირებულად მოვახდინოთ ხოლმე რეაგირება და ინფორმირება იმ უწყების, როგორც წესი ეს საგარეო საქმეთა სამინისტროა ხოლმე, მაგრამ ხანდახან იუსტიციის სამინისტროც იმ უწყების, რომელიც ქვეყნის დონეზე აორგანიზებს ამ ანგარიშებს და ამიტომ გთხოვთ, რომ თქვენც ასე ვთქვათ, გადახედოთ ამ შესაძლებლობას, ამ ანგარიშებს, ამ ჩამონათვალს, ასე ვთქვათ და თქვენი ინტერესის შემთხვევაში თქვენს თქვენს პორტფოლიოთ, ასე ვთქვათ, აიღოთ ეს საკითხი და ეს წელი იქნება თუ შემდეგი წელი მიმდინარე წლები ერთობლივად უფრო ეფექტიანად მოკლედ ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ამ ანგარიშებში ყველაფერი რაც ხდება საქართველოს და საქართველოს ევროპაში ინტეგრაციასთან დაკავშირებით იყოს სწორი ინფორმაცია, ეფუძნებოდეს ფაქტებს და მხოლოდ ფაქტებს და არაფერს ფაქტების გარდა. დიდი მადლობა, სულ ეს იყო ამ ნაწილში.